მიდი რატო დააკავე? არ ვიცი, დავით ასანიძეა, დავით ასანიძე. სიცხვილია, ბაბო, სიცხვილი. ლაშა მოხედა, ყველა კარგები ხარ. გადავიდეთ რა. გადავიდეთ. გადასული ვარ, მე რაღა გადავიდე. გადავიდე. ტროტუარზეა, ტროტუარზე. გადადი. გადადი. გადმოდი. დაკეტილი ქვეყნებულია და წაიკითხე. რა და განუმარტო მაცნეა ეგეთი თორცაი მაცნეა. ოი ხოკეტო, სადავ დაკეტილი მოდრო. შეკეტო. როგორ? ო, შეკეტო ზუსტად. შენ არ აი ნახე როგორ ახარ და ჩამომწყები. ხო, შენ არ უნდა ისე იქნება. პოლიცია. ხო, შენ დროს იყო მილიცია და როგორ? მოგიწოდეთ. არ დაიკავოთ პროექტის დავალი ნაწილი. დაემორჩილოთ კანონის გათვალისწინებულ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი მათ გატარებული იქნება კანონის გათვალისწინებული ზომები. სამშობლო მაძლევს мотиваციას მეტი არაფერი. ჩემი სამშობლო არის ახლა ის ბერკეტი, რომელიც ჩემში უკან პლანზე უშვებს და წინა პლანზე გადმოდის რაღაცა ეს პატრიოტიზმი, რომელიც არ ვიცოდი თუ ესეთ მძაფრად მქონდა და ქართველობა და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, ვთვლი რომ იღუპება. ვთვლი რომ ეხა ბოლო ეტაპი გვაქვს ბრძოლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენთაგანისთვის. გუშინაც როგორც მოვიდნენ, აი გაუგონარი რაღაცები ლაპარაკა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მან თქვა რომ ნებართვას უნდა დაელოდოთ, მაგრამ და აი ეს ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ ეს კანონი ისე მიიღოთ, რომ აი ეს პირდაპირ არ ჩაიწერათ. სახალხო დამცველმაც კი ჩვენი მხარე დაიჭირა დღეს წარმოვიდგინოთ იმდენად მართლები ვართ და სახალხო დამცველმა პირდაპირ ეს დაწერა რომ იმედია რომ პრაქტიკა იმ სახეს არ მიიღებს რომ ადამიანებს ნებართვის აღება მოუწევთ, იმიტომ რომ კონსტიტუციაში პირდაპირ მიწერია რომ არანაირი ნებართვა არა. იმ შემთხვევაში მართლა ჩვენ გაფრთხილების ვალდებულება გვაქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს გაფრთხილება არ ნიშნავს იმას რომ ველოდებით საპასუხოდ რაიმე ნებართვას. არაფერს არ ველოდებით, უბრალოდ მათ 3 დღის განმავლობაში, როდესაც ჩვენ შევიტანთ გაფრთხილებას, იმ დღიდან 3 დღის განმავლობაში აგვიქვლება რომ რაღაც კორექტირებების დაგვიკავშირდნენ შეგვეხმიანონ რაიმე ფორმით და ეს არ გაუკეთებიათ. არ გაუკეთებიათ მათ შორის არც საჯაროდ.